შეეწოდა ზედ დადგეთ, არაფერი არ მოვა. თვითონ ნახეთ, პირიც რამხელა. ანუ მე გირჩევდით, რომ თუ ტყეში ტაქტიკური მჭრელი დანა გინდა და ძმასავით გვერდზე დაგიდგეთ, მორა. ოღონდ აი ეს ჩარტყმის მომენტი არ აქვს, იმიტომ რომ პირი აქ პატარა 12 სანტიმეტრიც არ არის. აი ეს. და ძალა არ აქვს. მაგრამ აი რომ რაღაცაზე კლდეში რომ შეარჭო და დაეკიდო, აი ეს მორა გაგიწლებს. და კიდე ახლა თუ მტერი თავს დაგესხა შელი თუ გაუძლებს, თორე მორა გაუძლებს. ო მორა გაუძლებს, აი მთლიანი რკინა, ანუ უყურეთ პირი ხო აქვს, მე აქაც რკინა გამოსული. ეს შეგიძლიათ რამე დაარტყათ, დაჩეჩქოთ, რაღაცა გატეხო და ასე შე. შუშა რო ჩატეხო ეგეც. აი ეს დანა, ეს არის. მოდი ესე ვიტყვი, უსახელო დანა. ძველებს ეცოდინებათ? არა, ეს ვიყიდე, ალბათ ვიყავი 20 წლის თუ 19 წლის. იქიდანა მაქვს. ანუ ეს ქარქაშის მერე გაუვის, მერე ვიშოვნე, აი ესეთი დანა მაქვს, მივეცი 15 წლისი თუ არა 20 წლისი მივეცი 25 ლარი. ელა ეგრება რაღაც. ყველა შარში სადაც ყოფილვარ, ლაშქრობაში, ომში. რავი, რაღაცე ყველგან დამქონდა ეს დანა რა. რბილი რკინის არანაირი ბრენდი არ არის და არაფერი. აი ტარიც გამიტყდა მე რაღაცაზე დამივარდა ისა წყმისგან, აქ გაიბზარა, მითო გავარემონტე. შესახედავად ვითომ ვიტყვით, რომ ის არისო, რა ქვია, დეკორატიული დანა, იმიტომ დანას ესეთი რაღაცებია, აი რა რა. მაგრამ აი ესა განერი, ამითი ხეს მომიჭრია, მიწაც ამომითხრია, ზედ რაღაცა შემიწვია. ანუ ეს უკვე რარიტეტია ჩემთვის, რა წლებია მაგ და ეს დამყვებოდა სუყველგან. და სულ ერთ წელი დანა დამყვება, ჰა? აღარ დაყვება. ლაშქრობაში კი, მაგრამ ეხლა ესეთი მრავალფეროვანი მაშინა არანაირ მაინც ძლივს ამ მქონდა ის 25 ლარი. კაი, მოდი. ჩემი ყველაზე დიდი დანა. აწერია Rainbow 3 აი ამაზე.